ეს უკვე წარსულია საქართველოს უახლესი ისტორიის ახალი გვერდი, კარგად ნაცნობი აგრესორით და ახალი გმირებით. ათე! აგრესიულობა, მეტი აგრესიულობა, წინტერია. საბრძოლო შეძახილებმა სამშვიდობოზე გადაინაცვლა. ეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ოცეული, როგორც მეთაური ამბობს, ნიჭიერების. აქ ყოველს გმირობის თავისი ისტორია აქვს, ლეგენდად ქცეული. ახლაც გვერდარიან კაპრალი ზაზაძე და მისი რკინის მეგობარი, როგორც ომში. ტურების გუგლში მარტო დარჩენილს მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა. დავალება ასეთი იყო: ზაზაძეს მტრის ჯარი უნდა შეეჩერებინა, სანამ მისი მეგობრები დაჭრილი მეომრების სამშვიდობოზე გაყვანა შეძლებდნენ. დაუწიე ლილა, ესეთი მართლები და გავიხედე. ეს გავიხედე, რომ უბრალოდ ჯდებოდა იმ ადგილზე, საიდანაც მესროლეს. დავტენ და ვია როგორც წამოვიდა ჩემსკენ ანალოგიურად ისე. გადმოწიე ეს მერე დისლოკაციის ადგილს იცვლიდა და ასე დაუსრულებლად. დღეს იხსენებს, რომ საკუთარ თავზე არც უფიქრია, მხოლოდ მტრის შეკავება უნდოდა მეგობრების გადასარჩენად. მე მგონი გავხსენი ალიცო მოვაძერი და ვიჟექი თუ რაღაცა იყო რომ მოვიდნენ მაგრამ ესროლა იმათკენ რომ ერთი ადგაც მაინც იმას ვიზამინოთ რაც წამოვიდა ჩემსკენ. ყველაფერი რამდენიმე წუთში დასრულდა. მტერმა უკან დაიხია. საკუთარი თავისთვის დატოვებული ბოლო ყუმბარა აღარ აფეთქებულა. სანამ ზაზაძე მარტო რუსულ ჯარს აკავებდა, ყველა დაჭრილი უკვე სამშვიდობოს იყო. ეს თვეში უკვე ფექსლონა დავდგება. მოძრაობას თავიდან სწავლობს. როცა ომიდან დაბრუნდა, მხოლოდ თვალების გახელა შეეძლო და ტკივილისგან ბგერების გამოთქმაც უჭირდა. მერე საჩვენებელი თითი ამოძრავდა და იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა. თითი რომლის სასხლეთზე გამოკვრასაც წლების სწავლობდა. გაჭედა! გადატენე ხელმეორედ. ეს მხოლოდ მზადება იყო. მზადება ომისთვის მშვიდობის დროს. მერე სერჟანტ ზებისაშვილის რიგითებმა ნამდვილი ომი ნახეს. არ აქვს მნიშვნელობა. რუსული ბომბდამშენები გავიშენე. მაგათი ტანკები თუ მინდა ვიშენე. სიცოცხლით ვარ მე პასუხისმგებელი ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ხალხზე. და ეს უნდა შევასრულო. ეს ქართული ჯარისკაცებს ესმის. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ჰაერში რუსული ბომბდამშენები არ გამოჩნდა. მაშინ სერჟანტმა ზებისაშვილმა თავისი ჯარისკაცების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე სრულმა დაიწყო. ბოლო ასეულის დასახმარებლად დაბრუნებულ სჭურმა გზაში მიუსწრო. კინოში ეს ნელი კადრი რო არის, ესეთი რაღაც მოძრაობა იყო. ზემოდან ქვემოთ მოვდიოდი, მოფრინავდი ალბათ. წნევა მამაგდო ჰაერში. ყველაზე ის რაც იყო, გონება არ დავყარდი. და გული წნებოდა, რომ ის ბიჭები ვერ ჩავიყვანე, დაბლა იქიც იყო. დაჭრილი მეომრების გამყინავი ხმა ყველა მხრიდან ისმოდა. დახმარებას მხოლოდ ერთი არ ითხოვდა, ის ჯერ კიდევ სხვების გადარჩენაზე ფიქრობდა. ძალა მოიკრიბა და ასეულს ტყეში შესვლა უბრძანა, მაგრამ წამოდგომა ცოტა თუ შეძლო. ეს მაჯაში მოგლიჯილი ხელი ეგდო გვეძილა. მე რო ვერ ვამოძრავებდი, საერთოდ მოძრავდი. მე მეგონა ჩემი ხელი იყო ეს. მე კისერში კიდე სისველები გძენი და მეთქი ალბათ თავის რაღაცა. ხოდა რომ მასშრობდი. თვალებს ამოძრავებ რაღაცა, სუნთქვა კი მიჭირდა. ვერ სუნთქავდი ფაქტიურად და ავიც ეს თუთები არის, ის თუთები, როცა სიგვის ჩახედავ თვალებში რო იტყვია რა. ყველა დაჭრილი რო იყო, ყველა დახმარებას ითხოვდა. გიორგი იწვა არ დახმარებას ითხოვდა, იგი უბრალოდ იპოვეს, დაჭრილი იპოვეს. ხოდა მე უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, მე რომ გავიაზრე, ღმერთო ჩემო, რო ვერ გვეპოვა, ეს მეთქი როგორ მეპატიებინა საკუთარი თავისთვის, რომ კაცი იქ დამჩა. პირველი შერბის ეს ცეცხლით ყოველთვის მეორე შევდივარ მე და მესამე შემოდის ეს. მაშინაც ერთად იყო. გაივლის დრო და ცხოვრების ყველაზე საბედისწერო დღეს ძველი მეგობრები ისევ ერთმანეთის გვერდ აღმოჩნდებიან. ავიწყეთ ბოლოს გავდივით. სროლისმა სულ უფრო ახლოვდებოდა, მტერი წინ მოიწევდა. რამდენიმე წუთიც და გაქცევა დაგვიმანდებოდა, მაგრამ წასვლას არავინ ჩქარობდა. უმოძრავად დარჩენილ მეგობარს ვერ ტოვებდნენ. აქციაურს დაჭრილი სერჟანტის ბოლო ბრძანება დღესაც ახსოვს. გულში მეჩურჩულა რომ მე აღარაფერი აღარ მეშველებაო, დამტოვებო და ხალხი გაიყვანეო. მე ვიცოდი რომ მე აღარ შემიძლია უკვე ტვირთი ვიყავი ზედმეტი რომ ყურახილად გეტყვით რა, ვფიქრობ რომ აი ამ სიტყვებზე ნამდვილად ყურადღება არავის არ მიუქცევია, იმიტომ რომ არც არავის გაუაზრებია გიორგის დატოვება რა. ბრძანება არ შესრულდა. ეს მოსაგებად შეტევაზე გადავიდნენ, მტერმა უკან დაიხია.
რამდენიმე წუთიც და დაჭრილი მეგობრით ხელში ჯარისკაცები უკვე სამშვიდობოსკენ მიდიოდნენ. ხვაროდათ, რომ მთავარი დევიზი ერთად დაუბრუნდებით შეასრულეს. პირველი ის რაც უცბად რაც მომივიდა, აი ეს გაყვითელებული საკმაროში რო ვიყავი. ჩემი მეუღლე და ჩემი ქალიშვილი. უბრალოდ ის იყო რაღაც სინანუზი ძნობა. რა შეიძლება რომ აღარ მინახავ. ამ დროს ლიზის უდარდელად ეძინა. ღამის პირველ საათზე გამოიძახეს, ბავშვს აკოცა, მოეფერა, გავაცილე. რა ვიცი, ძალიან შეშინებული ვიყავი ამ ამბების გამო. პირველად მაშინ იგრძნო, რა რთული ყოფილა ომში წასული ჯარისკაცის ცოლობა. მართლა ძნელი და რთული ყოფილა რა, მაგრამ როცა გიყვარს ადამიანი გაუძლებ. ჯარისკაცის მეორე ნახევრის ტვირთს დალი უკვე შეეჩვია. 32 წელია სამხედროს მეუღლეა. შვილებმაც მამის გზა აირჩიეს. როცა საჭირო გახდა, სამივე შვილი ომში გააცილა. უკან მალე დაბრუნების იმედით ყოველდღე გზას გაჰყურებდა, სანამ ლაგურაშვილების ოჯახში ტელეფონის ხმა არ გაისმა. რო დაიჭრა რომ ჟილეტიც ეცვა, ქულს კასკაცე ხურა, მაგრამ სამწუხაროდ აი ისე მოხდა, რომ სადაც სიცარიელე იყო გვერდიდან. იღლიაში გაუვარა და კეფაში, რაც სიცარიელი ადგილი იყო. უთხრეს, რომ კაპიტანმა ლაგურაშვილმა ჭრილობა თვითონ დაიმუშავა და ისევ დაჭრილი ჯარისკაცების დახმარება განაგზო, სანამ გონება არ დაკარგა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. იმათი უფრო მეშინო და მას დარწმუნებული ვიყავი, რომ მაინც ფლექიმი ძირითადად ზურგშია და ძირითადად ავადმყოფების მიღებას ისე მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, ნამდვილად არ ველოდი. ნანო იმას რომ დავკარგე, მაგრამ მიამაყება ის, რომ საქართველოს მთლიანობას და საქართველოს ერთიანობას შეეწირა. პენსიაზე გასული უფროსი ლეიტენანტი შაუსან დედასთან ერთად შვილის დაწყებულ საქმეს განაგრძობს. დაღუპული ჯარისკაცის მშობლები ასე ხელი-ხელჩაკიდებული რუსულ აგრესიას აპროტესტებენ.